დღეს დილის საუბრების სტუმარია გერმანელი დიპლომატი ელჩი დიტერ ბოდენი, ვინც ჩვენს Facebook გვერდს ადევნებს თვალს, მას უკვე ეცოდინება ამის შესახებ. დიტერ ბოდენი 1995-96 წლებში ხელმძღვანელობდა EUTOS მისიას საქართველოში. 1999-2002 წლებში იყო გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში და გაეროს მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი. 2002-2005 წლებში EUTOS-ში გერმანიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გახდათ. ამჟამად დიტერ ბოდენი პოცდამის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია. დღეს ის საქართველოში იმყოფება აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის ჩატარებული ჟურნალისტური კონკურსის ადამის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად. ცერემონია გაიმართება დღეს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით. სულ ახლახან დიტერ ბოდენი დათანხმდა ადამის მრჩეველთა საბჭოს წევრად მიწვევას. ადამის მედია ჯილდო დაფუძნდა ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებში აუდიოვიზუალურ მედიაში მომუშავე იმ ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიონალების წახალისებისთვის, ვინც აშუქებს მიგრაციის, ინტეგრაციისა და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებს. კონკურსის სახელწოდება ადამი შეიქმნა ქართული სიტყვა ადამიანისგან, რომელიც თავის მხრივ ბიბლიური ადამიდან მოდის. ჩვენი დღევანდელი საუბრის ძირითადი ნაწილი შეეხება საქართველოს ოკუპაციის თემას. იმ კონფლიქტების ისტორიას, რომლებიც 2008 წლის ომსა და ოკუპაციის ფაქტს უძღვოდა წინ და საკითხის მოგვარების პერსპექტივას. და მივესალმები ჩვენს დილის სტუმარს ამ ხანგრძლივი შესავლის შემდეგ. დილა მშვიდობის ბატონო ელჩო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. და თავიდანვე ვიტყვი, რომ დიტერ ბოდენის სახელი ბევრისთვის პირველ ყოვლისა უკავშირდება ეგრეთ წოდებულ ბოდენის დოკუმენტს, გეგმას, რომელიც გახდათ თბილისისა და სოხუმისთვის შეთავაზებული კონცეფცია, მათ შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითად პრინციპებზე. მოდით სწორედ ამით დავიწყოთ. ეს დოკუმენტი დაიწუნეს მაშინ თბილისშიც და სოხუმშიც. მოსკოვში ვიზიტიც იყო. რატომ მოხდა ასე და დღესაც თulit თუ არა რაღაც პრობლემა? ლაუდა. ცოტა ხმამაღლა თარჯიმა. It's possible to resolve the conflict offering the principles of this document. ამ დოკუმენტში ჩამოთვლილ პრინციპებზე აფხაზეთის სუვერენული წარმონაქმნი საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მას უნდა ესარგებლა მეტი უფლებით და კომპეტენციით ვიდრე 92 წლამდე. დღესაც თulit თუ არა, რომ ამ დოკუმენტზე დათანხმებით შესაძლებელი იყო კონფლიქტის მოგვარება მაშინ. Document the parties could resolve the conflict. Yes, good morning to all of you. I'm happy to be back in Georgia. I excuse for not being able to speak Georgian. Next time I come, I promise I'll make an effort. Now, concerning your question. Well, I think this paper dates from 2001. Now almost 15 years ago. We should not forget that time has developed since then and that also history has moved on. Since then, there was this Russian-Georgian war of 2008. And it has changed some of the basics of the conflict. As you know, after 2008, Abkhazia was recognized as an independent state by Russia and 2 or 3 others. But the very fact that Russia has recognized officially has changed the basics of the conflict. Before, Russia used to be a mediator. Now it is a party. And so this also concerns the nature of this paper. This paper was conceived
იგი მაშინ დაიბადა მის ჩანაფიქრი, როდესაც აფხაზეთმა ცალკეულად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ არანაირი აღიარება მსოფლიოში ამას არ ჰქონდა. ახლა კი განსხვავებული სიტუაცია. The former mediator Russia, ყოფილი შუამავალი რუსეთი, without whom no ვის resolution of the conflict is possible, კონფლიქტის გადაწყვეტა შეუძლებელია, ღიად იღებს ერთ მხარეს, კერძოდ აფხაზეთის მხარეს და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარეს. So I think that is one thing ერთ-ერთი რამ არის, have to be considered when we look at this competence paper from 2001. შევხედავ და განვიხილავთ ამ 2001 წლის კომპეტენციების გამიჯვნის დოკუმენტს. მაშინ in 2001 2001 Russia was supporting this paper. რუსეთი მხარს უჭერდა ამ დოკუმენტს. I think nowadays ახლა კი Russia will not be in a position ალბათ even if it პოზიციას wanted შეიცვლის, რომ უნდოდეს. რომ უნდოდეს ხარდაჭერა. It has recognized Abkhazia. So რადგანაც აფხაზეთი უკვე აღიარებული ყავს. So that's the basic change. ამიტომაც ეს არის ძირეული ცვლილება, რაც მოხდა. მანუელჩო, Mr. Ambassador, თვლით თუ არა რომ რუსეთის მაშინდელი მხარდაჭერა ამ დოკუმენტისადმი იყო ერთგვარი Russia's support at that time was a bit იმ ფონზე როცა სოხუმმა და თბილისმა კატეგორიულად უარი pretension, so showing of while Tbilisi and Sukhumi rejected discussing the document, so it was a pose by Russia. Well, I would not say that because Russia has explicitly given her support for the paper. ხარი დაუჭირა დოკუმენტს. მე თავად negotiated at the time. მოლაპარაკებში მონაწილეობდი და ყველა მონაწილე ხარე და შუამავალიც მონაწილეობდნენ, კონფლიქტის მონაწილე ხარები და შუამავალიც მონაწილეობდნენ. მაგალითად I negotiated also with the former representative of Russia at the United Nations, მაშინდელ რუსეთის წარმომადგენელს გაეროში. And so he Baton Lavrovs, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა მინისტრია და სხვებიც its consent მათ თანხმობა განაცხადეს. And then there was a session at the Security Council of the United Nations. გაეროს უშრობის საბჭოს დადგენილება და ამას წინ არავინ არ აკუდგა. So this was accepted as a future base for meaningful negotiations between the parties to the აზრიანი მოლაპარაკებების საფუძველი მხარეთა შორის. At the time because there was an interest to solve the conflict. მაშინ იყო დაინტერესება კონფლიქტის დასრულებაში. At their own at their own conditions. მათ საკუთარ პირობებზე რა თქმა უნდა. There was basically მაგრამ ძირითადად თანხმობა იყო. მანუელჩო, თქვენ წერთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე about the conflicts on the Georgian territory. და თქვენ წერდით რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს რეგიონების მიმართ politics towards the regions of Georgia სამოკავშირეო ხელშეკრულებებს გულისხმობ მათ შორის and I mean also the alliance agreements with them არის პასუხი საქართველოს is a დასავლური response ინტეგრაციაზე to the Georgia's pro-western integration. თქვენი აზრით რამ შეიძლება ეს შეცვალოს? რადგან თქვენ how can this be changed? Because you are writing that even today it's possible to refresh the peace process. Well, I think we have no choice but to refresh the peace process. უნდა განახდეს. I think it is სამშვიდობო პროცესი. a problem not only for this region of არა მხოლოდ ამ რეგიონის, კავკასიის პრობლემა, არამედ for Russia and also for Europe. და ევროპისაც leave the conflict at such a state ამ მდგომარეობაში დატოვება when it can break up any time. იგი შეიძლება გამოიგვიწოს მან ნებისმიერ დროს. We have seen this in 2008 how easy 2008-ში ჩვენ დავწმუნდით როგორ იოლად შეიძლება ეს მოხდეს. So I mean and since 2008 of course you are right
Georgia has very openly opted in favor of a course which leads right into the Western society. Now I think it's up to any state to make such a choice. I think Georgia should not be punished by anybody it has chosen this way. That has to be accepted as it is. Which means Georgia, of course, has to do this also taking account of the security of everybody that is around, of all the neighbors. თავის მეზობლის უსაფრთხოების გათვალისწინებითაც. I cannot see that up to now any basic vital interests of Georgia's neighbors have been violated. So the peace process should be carried on, considering, of course, the history that we have seen ever since 2008. And I think there should be meaningful talks with all parties concerned. And I think, of course, also with Russia. We have these talks in Geneva. We also have a bilateral negotiation between you and the Russians. Your ambassador, Zurab Abashidze, the Deputy Minister for Foreign Affairs of Russia, Karasin. They have regular meetings. But all these talks up to now have not really moved forward. The problem is to find really a way forward and to solve, to find a solution to this conflict which is beyond a ceasefire. ანუ ეს უნდა გაგრძელდეს ამ კონფლიქტის გადაწყვეტილება უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებს უნდა გაცდეს. So that is a problem for the moment. აი ეს არის დღევანდელი დღის პრობლემა. ძნელად წარმოსადგენია ეს როგორ უნდა გაცდეს. Imagine how can it go beyond the ceasefire. 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასაც კი რუსეთი არასრულებს. August 2008 is not fulfilled by Russia. და მინდა კითხოთ თქვენ I want to ask you sir. თქვენ ასევე მე გადავხედეთ თქვენ სტატიებს არა მხოლოდ დოკუმენტებს და articles and also other papers ინფორმაციას and other information of that period where ერთ სტატიაში განიხილავთ იმას თუ რატომ ვერ მოგვარდა 20 წლის განმავლობაში the parties could not manage to resolve conflicts in Georgia. და ასახელებთ სამ ძირითად მიზეზს. You bring three reasons of failure to resolve. ერთ მიზეზად ასახელებთ სხვადასხვა სახელმწიფოს აქტორების ინტერესთა კონფლიქტს რეგიონში. Conflict of interests among the different actors in the region. რუსეთი, შეერთებული შტატები, თურქეთს ასახელებთ აგრეთვე. Among them. ასევე ამბობთ რომ ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში for all this time საერთაშორისო აქტორები EUTO, GAERO, ევროკავშირიც and OSCE, EU არასაკმარის ძალისხმევას მიმართავდნენ failed to provide ნახევარი გულით მოქმედებდნენ ასე წერთ ხა პირდაპირ თარგმნის სიტყვას თვავენ heartedly as you say so they failed to provide the full effort და მესამე საკითხი არის ის რომ კონფლიქტის მოგვარების მთავარი მცდელობა საქართველოსდან უნდა მოდიოდესო და მხოლოდ დაეხმარება ამ ძალისხმევას საერთაშორისო საზოგადოებამ coming from Georgia and the international effort could only support it. დღევანდელ დღეს რომელიმე ამ სამი ფაქტორიდან შეიცვალა თუ არა და როგორ შეიცვალა? These three reasons changed or if it did how it changed? Well, I think you have correctly sort of reflected on what I've said in different articles. Let me say one thing. For me, it is still very important that Georgia takes an initiative. And
We all know it is difficult because of the international situation of our day. What we are facing is a sort of new type of confrontation between the big powers, and it's no secret that they have different interests in the Caucasus area. Still, that should not prevent Georgia from taking a very active stand on conflict settlement. I think there are still possibilities that were left out or that were not exhausted sufficiently. Even if you don't have a solution of the basic problem, which is a status problem. You can do things like activate exchanges on in economy, culture. That is what we are trying now. Maybe it could be still more energized. Still more important for me is the whole area which we call conflict territoria. It is confidence building. What's the basic problem that we have with this conflict is one of lack of confidence and lack of trust between the perceptions, wrong perceptions, all sorts of defects. Confidence building can be done even in such a situation as we have now. And there are lots of things that are imaginable. I mean, as I say, cultural exchange and also the people-to-people contacts. Try to also to find ways for young people to meet. And this also applies to Russia and Georgia. That you really improve the understanding between the people at the lower and the middle level. This would have an effect on politics at the high level. With the time. I mean, it is a time-consuming process. And I think what you have to be is to be patient. It will require patience. But it will also require good concepts. And it will be also a matter of making yourselves, I mean, making Georgia itself attractive to others. This applies for the relations between Abkhaz and Georgians. The basic problem is Georgia should make itself attractive for her neighbors like the Abkhaz. This will have and must have an effect on politics. და მოდით მე ასე დავსვამ საკითხს. რა ეშველება ოკუპაციას? Bring it up that way. How can the occupation be resolved? რუსეთი არის საქართველოს ტერიტორიაზე. Russia is on Georgian soil. Well, Russia is on Georgian soil. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზეა. This is correct, and I can confirm. მე შემიძლია ეს დავადასტურო, რადგანაც აფხაზეთში just 4 weeks ago. 4 კვირის წინ. I went all this way from the Guri Bridge მთელი ეს გზა ენგურის ხიდიდან ოჩამჩირემდე. ოჩამჩირეს რაიონამდე გულრიფში, სოხუმი. And I stopped in Stary Afon to visit friends. No, ახალ ათონში გავჩერდი
ძველში მგონი. ძველ ათონში. მეგობრების სანახავად. და გიდასტურებთ რომ რუსები I felt myself very uneasy when ძალიან უხერხულად ვიგზენ თავი. Just on the frontier line. როდესაც გამხაზე დავინახე კალაშნიკოვებით და სამხედრო ფორმებით. It gave the impression that შთაბილება შემექმნა რომ some crisis or conflict is drawing near. It's not the sort of border that we know in Western Europe. ანუ სიტუაცია ისეთი არ არის, რაც ჩვენ ვიცით დასავლეთ ევროპაში. ძალზე განსხვავებულია. It's clearly a country which is guarded with heavy weapons to the რომელსაც იცავენ ძიმე იარაღით. At the same time, I must tell you, ამავდროს მე შემიძლია გითხრათ რომ the term occupied. ოკუპირებული. And I'll try to explain why. მე შევეცდები ავხსნა რას ნიშნავს ეს. From one day to the other. წარმოვიდგინოთ რომ the Russians would move out of Abkhazia. რუსები დატოვებენ აფხაზეთს. This would not solve the problem. ეს ვერ გადაწყვეტს პრობლემას, რადგანაც you do have a problem that is left. რჩება სხვა პრობლემები. The population ადგილობრივ მოსახლეობასთან. do not feel occupied. იგი არ გზნობს თავს ოკუპირებულად. They see somebody beside them. ისინი ხედავენ თავის გვერდით ყოველდღიურად ვიღაცას, მაგრამ that is guarding them. რომელიც მათ იცავს. But I mean they feel uneasy and they feel squeezed, they feel isolated. იზოლირებულად, უხერხულად ზნობენ თავს. A difficult time with the Georgians, as you know. მათ სირთულეები ჰქონდათ ქართველებთან ომის გამო. Traumatized population. ომმა ტრაუმირებული მოსახლეობა დატოვა. We know that the same is true here in Georgia. იგივე all ხება these poor people that had to flee the country. ყველა სკვერპლის ჩათვლით რომელიც მათ დატოვა ის მხარე. But as I say, I've spoken also to young people. მე ახალგაზრდებსაც ვესაუბრე და it's not a feeling of როგორც ვამბობ, ოკუპაციის შექმნება არ არსებობს. მიტოვებულობის გზნობა არსებობს, რომ ყველა მიატოვა. They do want to be safe from the Georgians. უსაფრთხოდ უნდათ იგზნონ თავი ქართველებისგან. They do not want to be hacked by their neighbor in the north, by Russia. მაგრამ არ უნდათ გარდა ამისა, რომ სკვერპლი გახდნენ, ანუ რომ ისინი მიითვისონ ჩრდილოელმა მეზობელმა, ანუ რუსეთმა. The ideal solution for them იდეალური გადაწყვეტილება მათთვის is to be left alone. ეს არის მარტოყრყოფნა. Given the opportunity to develop განვითარების შესაძლებლობა მიეცეთ თავისებურად. Particularly I find this sort of კონკრეტულად young people. ახალგაზრდებში დავინახე ეს პოზიცია. They've not gone through the war. მათ არ განუცდიათ ომი. They look around and what they would გარშემო like very much ისინი ხედავენ და მოწონთ an alternative, not only ალტერნატივა უნდათ არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ in Europe. What's going on in Europe? მაგალითად ევროპაში. To study in Europe. ევროპაში სწავლა. To meet their სწავლა სურთ. Their გაცნობა and friends there. თანატოლების, მეგობრების. And they see that this is very difficult for them due to a lot of ეს ძალზე რთულია, რადგანაც visa and passport problems. ვიზის თუ პასპორტის პრობლემების გამო. We should be aware of that situation. ჩვენ ეს სიტუაცია უნდა გავიაზროთ, მის შესახებ უნდა ვიცოდეთ. When we speak of occupied, ოკუპაციაზე ლაპარაკობთ. ეს aspect of the problem. ხოლოდ პრობლემის ერთ ასპექტს. ეს მინდოდა მე თქვა რომ სხვადასხვა შრეებზე ვლაპარაკობთ ახლა ვითარებით. ის რასაც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმას რომ საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული. ანუ თქვენ ლაპარაკობთ ახმაზე. იქ ამჟამად მყოფი ადამიანების და ადამიანების მიერ რეალობის ახმაზე. ეს არ ცulis იმ რეალობას რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული. და ეს არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ნაწილი, მნიშვნელოვანი შრე ამ საკითხის და პრობლემისა. სწორედ რატომ გადავედი ამ საკითხზე, მინდოდა რომ მეკითხა. ხედავთ თუ არა დღეს რაიმე საშუალებას
რაიმე any ბერკეტს means დასავლეთის or ხელში leverage იმისთვის, with the West რომ in რუსეთმა order to რუსეთმა დატოვოს საქართველოს make ტერიტორია. Russia leave the Georgian territory. ისე მოხდა, რომ 2008 It წლის happened ომამდე that before 2008 war, თქვენც აღნიშნეთ, რუსეთი as you ითვლებოდა also სამშვიდობო ძალად. mentioned, Russia was a mediator, a peacekeeping force. რაც აღარ მიმსჯელებ, რამდენად იყო შესაბამისობაში რეალობასთან, ეს ყველასთვის ცნობილია. Realistic მხოლოდ was მაშინ, it, how true was it? მას შემდეგ რაც იყო ომი 2008 After წლის, the war of რუსეთს 2008, დაერქვა Russia ის სახელი რა როლსაც ის რეალურად ასრულებდა started to be ამ called კონფლიქტში, the როგორც real აღნიშნეთ name, მხარე the role დღეს ოფიციალურად. which she really had in this conflict, as a party of the conflict. ყველა ასეთ კონფლიქტს და ასეთ All ვითარებას such conflicts and situations ასეთი ვითარების გადაჭრის მომენტით დგება, როცა შესაბამისი გარემო იქნება need a ისტორიული. momentum, the certain environment or situation in the history to be resolved. აი რა მომენტია დღეს რომ აღწეროთ, რა საშუალებას What ხედავთ თუ can be ეს a არის momentum for resolution today? მომავლის საკითხი. Or we need to think about more remote future to resolve it. Well, that's of course რა თქმა up უნდა, to ეს a very speculative answer. ცოტა სპეკულაციური What will we პასუხი have, what იქნება. situation will we ანუ have? გონება ჭირეთითი, ანუ რა სიტუაცია შეიძლება იყოს ან I think we მოხდეს. will be unable to predict. ჩვენ ვერ ვიცინასთან მეტყველებთ. Of course, it's important to know რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია yourself. ვიცოდეთ თქვენთვის, რომ თქვენ რა გსურთ. How can you convey this position და to როგორ your შეძლებთ თქვენ ამ პოზიციის partner, or გადაცემას in that case to your adversary? თქვენ მოწინააღმდეგისათვის თუ პარტნიორისათვის, როგორც კიდე ისე დავარქვათ. And here I think, აქ კი in my view, ჩემის one აზრით thing should be, ერთი რამ I mean, მე there's one factor that, ერთი that ფაქტორი. we should realize. უნდა გავიაზროთ. Russia's interest in the long run რუსეთის ინტერესი cannot ხანგრძლივადიან be პერსპექტივაში to permanently just ვერ to, იქნება. repress certain ვერ გამოიხატება იმაში, რომ nations ჩახშოს in the Caucasus. გარკვეული That ერები applies also კავკასიაში. to the north of the, to the მე აქ northern part of the Caucasus. კავკასიის You know, ჩრდილო ნაწილსაც there are გულისხმობ. lots of problems with, იქაც არაერთი with all პრობლემა these ethnic people there. ეთნიკური Chechnya დაპირისპირებები, or Dagestan or ჩეჩნეთი, wherever you look. დაღესტანი თუ So, რომელიმე სხვა. in my view, the long-term ჩემის interest of Russia აზრით, რუსეთის is to ხანგრძლივადიანი find a ინტერესი solution for these იმაში მდგომარეობს, რომ security problems. უსაფრთხოების პრობლემა involves გადაჭრას, all იპოვოს გადაწყვეტილება, all those people, all these ethnic groups რომელიც that ეხება live there. ყველა იმ ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც აქ არის კავკასიაში. It's also for them, it should be მათთვის a question of an issue of finances. ალბათ ეს ფინანსების They are nowadays paying საკითხიც a lot არის. of money for 70% of the budget of Abkhazia. აფხაზეთის is funded by the 70% დღეს უზრუნველყოფილია რუსეთის ფედერაციის მიერ. სამხრეთ ოსეთის 95% ბიუჯეტისა რუსეთის მიერ არის უზრუნველყოფილი. ამაზე ღია მსჯელობა არ მიმდინარეობს თუ რა მდენ ფულს ხარჯავს რუსეთი ამ I would wish for such a debate to come up, and I'm sure ამაზე ემსჯელა და the Russian დარწმუნებული population ვარ, would not be very much რუსეთის agreeable that Russia მოსახლეობას in ეს the long run covers ძალზე არ all the მოეწონება, რომ expenses for მთელი this ამ country. ხანგრძლივი ვადის განმავლობაში მათ მოუწევთ So ამ in the long ხარჯების term, გასტუმრება. for this reason, also for other reasons, ამ მოსაზრებითაც და სხვა the long-term მოსაზრებითაც security of the Caucasus კავკასიის ხანგრძლივადიანი უსაფრთხოება guaranteed without a peaceful settlement. მიუღწეველი იქნება სამშვიდობო გადაწყვეტილების გარეშე. თუ შევხედოთ სიტუაციის კონფლიქტის გარშემო, ახლო აღმოსავლეთი ძალზე ახლოს არის. ცენტრალური აზიაც არ არის შორს. ამიტომაც თუ მუდმივი პერმანენტული კონფლიქტი იქნება სამხრეთ თუ ჩრდილო კავკასიაში, ეს დაძაბავს სიტუაციას მთელ რეგიონში. და რა თქმა უნდა,
ამას გავლენა ექნება ევროპასთან ურთიერთობაზეც. ევროპა კრიტიკულად უყურებს. კრიტიკულად უყურებს რუსეთის პოლიტიკას კავკასიაში. ამიტომაც ეს ხება რუსეთ ევროპის ურთიერთობაზე. თუ ამას ყველაფერს გავითვალისწინებთ, Russia would be well advised to seriously look for a way out. რუსეთს ალბათ ურჩევენ, რომ სერიოზულად ფიქროს გადაწყვეტილებაზე გამოსავალზე. და სამხრეთ კავკასია მოკავშირედ გაიხადოს და არა მოწინააღმდეგეთ. ეს ძალზე შეამსუბუქებს პრობლემებს უფრო ვრცელ რეგიონში. სმენას შევახსენებ რადიო თავისუფლების დილის საუბრებს უსმენთ თქვენ ახლა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ გერმანელი დიპლომატი ელჩი დიტერ ბოდენი და ვაგრძელებთ მასთან საუბარს დაგვრჩა მცირე დრო 10 წუთიც აღარ საუბრის დასრულებამდე. ანუ ელჩო თქვენ ბრძანეთ რომ 4 კვირის წინათ ბრძანდებოდით აფხაზეთში. 4 weeks ago you visited Abkhazia. მას შემდეგ რაც თქვენ აღარ გაქვთ ელჩისთან საგანგებო წარმომადგენლის სტატუსი. Status of the special representative or an ambassador. თქვენ არაერთხელ გაგიმართავთ შეხვედრა როგორც სოხუმში, ასევე თბილისში, ცხინვალშიც იყო, არ ვიცი თბილისი. I don't know if you visited Ცხინვალი as well. აჰა. ხო, ვერ ვნახე ცნობა და არ მახსენდებოდა, ანუ any information. ხო, ანუ არ ყოფილა. რას ემსახურებოდა ბატონო ბოდენ ეს What was the purpose? ვიზიტები თქვენ ხდებოდით საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებსაც იყო თუ არა ეს leadership was it an attempt რომ შეგეთავაზებინათ თქვათ offer თქვენი როგორც შუამავლის როლი your role as a mediator განახლებაში to refresh the peace process იყო ასეთი მოდით დავასრულებ Let me reformulate იყო ასეთი ინფორმაციაც მაგალითად 2010 წელს რომ იყო განზრახვა აი დოკუმენტის there was an intention 2001 წლის დოკუმენტის ხელახლა ამუშავების go back to the dog paper of 2001 and make a use of it იყო აგრეთვე რაღაც უთანხმოებაც მიხეილ სააკაშვილთან თუ Mikhail Saakashvili if I'm not mistaken can you talk about this sir Well, let me be very clear on this issue. იცით ძალზე აშკარა და ცალსახად ვიტყვი რომ I was on no official mission when I went. მე ოფიციალურ მისიაზე არ ვიმყოფებოდი აფხაზეთში. As a private person. კერძო ვიზიტი იყო. As I say, როგორც კერძო პიროვნება. I still have them of course. მეგობრები მომინახული აფხაზეთში, კლავ მყავს იქ მეგობრები. Lived there for quite some time. საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ ისინი. When I went, როდესაც ჩავედი, it was clear to me I will not be altogether only a private person. მე ჩემთვის აშკარა გახდა რომ მარტო კერძო ვიზიტით ვერ შემოიფარგლებოდა ჩემი ყოფნა. So I agreed მე დავთანხმდი with officials. შეხვედრაზე ოფიციალურ პირებთან და არაერთი შევხვდი პრეზიდენტს პარლამენტის წევრებს მინისტრებს სუხუმის უნივერსიტეტშიც გახდით რექტორის შევხვდი ვესაუბრე ბიბლიოთეკის დირექტორს რათა ინფორმაცია მიმეღო იმაზე თუ როგორია სიტუაცია იქ It's of course რა თქმა უნდა what I did is before ის რაც გავაკეთე სანამ შევიდოდი შევატყობინე ჩემს ახლობლებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ competent ministers and with the competent people და კომპეტენტურ მინისტრებს და შესაბამის პარლამენტის წევრებსაც ვესაუბრე საქართველოს პარლამენტიდან და საქართველოს მთავრობიდან. და ყველგან ესე იგი ვიტყვა რომ მე აფხაზეთში ჩავდივარ. რადგანაც ეხლა ისეთი შეგრძნებაა ყველგან. რომ დიალოგის განახლებაა საჭირო. They just have this sense of isolation. მათ იზოლირებულობის შეგრძნება აქვთ. drive them into the arms of the Russians. რადგანაც ამით უბიძგებთ რუსეთის კლავებში. I mean they should have an option. მათ არჩევანი უნდა ქონდეთ. And for that reason
ამიტომაც ჩემი მოტივაციაც ეს გახდათ, რომ უფრო მეტად გავთვითცნობიერებულ სიტუაციაზე და შემდეგ ეს ინფორმაცია გადამეცა საქართველოს მხარისათვის. შესაბამის მინისტრებს გადავეცი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, და არ ვიცი ამ ინფორმაციას როგორ მოიპყრობიან. მე მგონი მისი გადაცემა მოხდა და ეს შეიძლება გახდეს ელემენტი სიტუაციის შესაფასებლად. ეს რაც ეხება ჩემი ისტორიის, ჩემი ვიზიტის ისტორიას. მაგრამ ეს არანაირად არ იყო ოფიციალური ვიზიტი. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ თქვენ სტუმრობამდე ერთი დღით ადრე before your visit, one day before, გუშინ ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანია representatives of the opposition, Irakli Alasania, განაცხადა, რომ მიზანშეწონილად თulis საქართველოს გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნა. There should be created a Georgia-Germany-Russian negotiations format. და ამას გამოეხმაურა უკვე სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი. The state minister Paata Zakharishvili responded to the statement. და განაცხადა, რომ ისიც და საგარეო საქმეთა სამინისტროც and the Ministry of Foreign Affairs of Georgia მაქსიმალურად ცდილობენ გერმანიის უნიკალური როლი რუსეთთან ურთიერთობაში გამოიყენონ საქართველოს სასიკეთოდ. Doing their best to use the unique role of Germany for the favor of Georgia. შესაძლებლად თulit თუ არა და ხედავთ თუ არა დღეს გერმანიის როგორც ცალკე ქვეყნის განსაკუთრებულ როლს as a single country has a special role საქართველოს რუსეთის ურთიერთობაში შუამავლის როლს mediator's role between Russia and Georgia. ან იქნება აქვს რაღაც განსაკუთრებული ისტორია ამას და ჩვენ არ ვიცით თქვა და შეიძლება ამაზე რომ თქვა. Pretext and we don't know about it. საგანგებო როლს გულისხმობ და არა როგორც ყველა ევროკავშირის ქვეყანა. Role and not just one of the EU countries. Well, I'll certainly give you my personal opinion. I mean, we still discussed this. I was here as head of UNAMIC. მე როდესაც აგახდით UNAMIC-ის ანუ გაეროს სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელი 15 წლის წინ. Should any single country of the EU take a particular role? შესაძლებელი იყო რომ ევროკავშირის რომელიმე ცალკეულ ქვეყანას აიღო ეს როლი შუამავლისა ამ კონფლიქტში. The answer in those days was პასუხი მაშინ იყო no. Why? და რატომ? For what reasons should this happen? რატომ უნდა იყოს ეს? I think მე მგონი Germany has ever and also will in the future bring her particular weight to bear within the European Union. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროკავშირში. Very many possibilities to do this. მას ბევრი საშუალება აქვს ამისათვის. It does it also. The same applies for the OSCE in Vienna. იგივე ეხება EUTOS ვენაში და გაეროსაც. And if you look at the story of the conflict settlement, შევხედავთ კონფლიქტის მოგვარების ისტორიას, აღმოაჩენთ რომ at all stages ყველა ეტაპზე გერმანია particularly active role. აქტიური როლი, განსაკუთრებით აქტიური როლი ითამაშა. The case in future as far as I მომავალშიც ასე იქნება როგორც მესახება. The so-called Steinmeier plan of 2008. Steinmeieris გეგმას თუ გავიხსენებთ 2008 წლისა. Our current minister himself has feels a commitment. ახლანდელი მინისტრსაც გამოუთქვია ეს ვალდებულება. As I say, there's in my view there is no reason to deviate from this course. არ არის რაიმე საბუზლიანი მიზეზი რომ უარი ვთქვათ ამ კურსზე ამჟამად. So I think Germany in Brussels particularly does all გერმანიას განსაკუთრებით ბრუსელში what is possible გერმანია აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს new impulses to this ახალი იმპულსები შესძინოს ამ პოლიტიკას.
და წუხარ ძალიან გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა თითქმის our time is almost და ერთი საკითხი რომელზეც არ ვიცი ვერც კი მოვასწრებთ ალბათ წუთ ნახევარი დაგჭა ეს არის ის რომ 90 seconds აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ნაწილებში საქართველოსი არ არის საერთაშორისო წარმომადგენლობა არ არიან იქ representation there are no international observers either in Abkhazia or South Ossetia შეგიძლიათ აი მოკლედ გითხრათ ნახევარ წუთში რეალისტური ახლო მომავალში ამ რეალობის შეცვლა to change this in near future და არ იყოს იქიდან ინფორმაციის გამოტანა დამოკიდებული ვთქვათ კერძო ინიციატივებზე not to rely only on private initiative to get information from these areas I would very much welcome it and I can say tell you when I was in Abkhazia I heard also sincere regret that they feel today more isolated than ever რომ დღეს კაცლებით პროვიზორირებული არიან ვიდრე ოდესმე international organizations had to go away და so I would wish for a revision of this საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა ისარგებლოთ which was taken in 2008 in the near future ვისურვებდი რომ აი ეს 2008-ში დაწყებული პოლიტიკა გადახედული იქნას უახლოეს მომავალში ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ ინტერვიუსთვის საინტერესო ინფორმაციისთვის ნამდვილად პატივი იყო ჩვენთვის თქვენი სტუმრობა we are honored by your visit Mr. Ambassador დიდი მადლობა მსმენელს კი შევახსენებ რომ ბოლო თითქმის 1 საათის განმავლობაში თქვენ უსმენდით რადიო თავისუფლების დილის საუბრებს რომელსაც უძღვებოდი მე ნინო გელაშვილი ჩვენი სტუმარი იყო გერმანელი დიპლომატი ელჩი დიტერ ბოდენი